როგორ შევქმნათ სააღდგომო დეკორაცია, რომელი აქსესუარები გამოიყენება ყველაზე ხშირად და საიდან მივიღოთ ამ ნივთების შექმნის შთაგონება. ინსპირაციისთვის დავესწროთ გაკვეთილს, რომელიც აღდგომის თემატიკას ეთმობა და ამავე დროს ძალიან მხიარული და სასიამოვნო პროცესიც არის. დავბრუნდით ისევ ეთერში, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და სააღდგომო მზადება გრძელდება ჩვენთან, ოღონდ კულინარიიდან ამჯერად ნამდვილ ხელოვნებაზე გადავედით, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩვენთან სტუდიაშია წარმოდგენილი ძალიან ლამაზია და ვეცდებით რომ გასწავლოთ როგორც შეგიძლიათ თქვენ თვითონაც დაამზადოთ, ესეთი ლამაზი ალბათ ყველას არ გამოვა, თუმცა აქ მთავარი მე მგონი პროცესია, როგორ ემზადები შენი ოჯახის წევრებთან ერთად ამ დღესასწაულისთვის და ჩვენი სტუმრები არიან მხატვრები დეა დევდარიანი, ნინი მღებრიშვილი, მაია მარგიანი, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ, არაჩვეულებრივ და ძალიან ლამაზ ნივთებს ამზადებენ და ჩვენც რაღაც პატარა ხრიკებს გვასწავლიან. მოდი დავიწყოთ თქვენგან, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან მოხვედით ძალიან ლამაზი ხის კვერცხებით, ვაჩვენებ ჩვენ მაყურებელსაც და ასევე ძალიან ლამაზი კოვზებით და ყველა მოხატულია არც ერთი არ არის ერთნაირი, ხო? ჯერ როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ გემზადებინათ. აიდეას როგორ გაგვიჩნდა და მან მოდიოდა ახალი წელი და გადავწყვიტე რაღაცა მინდა და ისეთი გამაკეთებინა, რაც ჩემ შულს გაახალისებდა და ჩავრთავდი ამ პროცესში და გვინდა და რა ნაძვის ხის საქონელში ყოფილიყო და შემდეგ ანუ შემთხვევით წავაწყდი პატარა ზომის ხის კოვს, რომელზეც გადაწყვეტ მოგვეხატა. ცადეთ მე ნინიც ესე ჩავიბია პროცესში და მე იმდენად ბევრს მოეწონა რომ რაღაცა სერიოზული შეყევით და მე ანუ თავიდან არ მქონდა გადაწყვეტილი რომ ეს კომერციული ყოფილიყო და მაგრამ იმ ხოლო ინტერესი გამოიწვია დიახ მე იყო რედისონში გამოფენა გაყიდვა სადაც მივიღეთ პირველად მონაწილეობა სახელმწიფოდ და ძალიან კარგად გაიყიდა და მე ახლა შემდეგ იყო ეს სააღდგომო სამზადისი და გადავერთეთ ახლა ამ ანუ დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად რეალურად ეს იქცა ინსპირაციის წყაროდ. იყო ახალი წელი, დიახ. ეხლა უკვე აღდგომაა და ნუ აღდგომას რა თქმა უნდა შემოვიდა ეს კვერცხები, ხო? მთავარი რაც ყოველას ოჯახშია სწორედ კვერცხი. ყოველთვის ვინარჩუნებთ საბავშვო თემატიკა. ჩვენი სახელწოდებიდანაც გამომდინარე ფერი დეკო, რაღაცა ფერია, ზღაპრული და აი ბავშვებს ვუძღვნით, ასე ვთქვათ, ჩვენ შემოქმედება. დიდი სიამოვნებით შევიძენდი მე. მართალია უფრო ბავშვებისთვის არის, მაგრამ აი დიდი სიამოვნებით. იცით, თქვენ დაიწყოთ. ხო, შეგვიძლია დავიწყოთ თან. რა მასალასაც ვიყენებთ მაინც ესეც რომ ვიყენებთ აკრილის საღებავებს. აი დავიწყოთ ახლა და თან ხის კვერცხი გაზავთ კომპოზიციას. ჯერ ვაჩვენებ ხო შეიძლება ჯერ ესე ფანქრით დავხატეთ, რასაც შემდეგ დავახერად. მარტივად უფრო მარტივია, ვისაც თქვათ ეს ხატვა შეიძლება კოპლები დაახატოს. მაგრამ თქვენც ჩაგხდათ აუცილებლად დავიწყებთ. მოხსნა მარტივია და ნუ შემდგომ უკვე და ეს ხის კვერცხები გაამზადებული იყიდია ამზადებელი. გათამი რომელიც იმზადებს ამ ხის გვიდებს ხის კვერცხებს. მაშინ მე აუცილებლად უნდა გადმოვიდე ქალბატონ მაიასთან. თქვენთან ხის კვერცხები დომინირებს და ჩვენთან თიხის არის, ხო? და ასევე მოყავს კალათები. მოდი დავიწყოთ თქვენ საიდან გაგიჩნდათ ამის სურვილი და იდეა. სურვილი მუდამ მაქვს ეს პერიოდულად და თემატურიც არის და ისედაც ვაკეთებ ხოლმე. ერთად ესე იყო რომ ვაკეთებდი ისე საჩუქრებად. თავიდან ეგრე იწყება. ხო, ესე იწყება. მე ვხაროდათ ირგვლივ. როგორც ჰობი. და შემდეგ გადადის უკვე როგორც საქმე. ესე ჰობი და ისე სასიამოვნო საქმე რა, ეს იძულებითი ამბავი არ არის და ცხადია. ხო, და შემდეგ უკვე რაღაც სხვა სახეც მიეცა. და რა აგვიხსნათ როგორ აკეთებთ? თქვენ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არის ხელით გაკეთებული, კალათა, მაქმანი და რა აგვიხსნათ უფრო კონკრეტულად ალბათ ეს არის? ხო. ეს არის აი ეს არის ფორმატი, ცოტა ესეთი სკელი ფორმატი, შეიძლება თხელი მოყავთ, ისეთი რომ იყოს ხელში ადვილად რომ მოკლედ რომ კარგად მუშავდებოდეს. ფორმა ადვილად მისცეთ რა. ხო და მითიკეთება ფორმა და როგორიც გინდათ ისეთი ხარ კაც ერთი არ მეორდება და ზომაც ერთნაირი არ არის არც ერთის, ხო. ძირი ზოგს ვიწრო აქვს, ზოგს თავიანთი შეიძლება ოთხკუთხედი იყოს. აქაც ფანტაზია არის და თავისუფალი ყველანაირი. და ასევე ნუ ხედავ აქაც კოვზები არის, განსხვავებული არის, ხო? კოვზები? კი, ვიცი, მაგრამ კოვზების არის.
გოგონების არის კი, მაგრამ რა ისი თქმა მინდოდა რომ ანუ მარტო კვერცხებით არ შეგვიძლია მარტო კვერცხებით არ შემოვიფარგლოთ, რა თქმა უნდა სხვა ნივთებით შეიძლება, აი ქალბატონო მაია თქვენას ფიქრობთ კიდევ რა ნივთებით შეიძლება მოვხდოთ სახლის აღდგომოდ? საღდგომოდ იმდენი რაღაც შეიძლება გაკეთდეს ხო? ნუ ეხლა ასოცირდება ხო კვერცხთან, წითელ ფერთან მაგრამ თეთრი ძალიან უხდება. თეთრი მე ვფიქრობ, რომ ქათქათა თეთრი, აი მაქმანი მაგალითად, ქათქათა თეთრი ცივია. ეხლა მე რასაც რომ ვაკეთებ ხოლმე ხო? თუმცა ძალიან უხდება თვითონ წითელ ფერს. ხო, მაგრამ ხო, მართალი ხართ, მაგრამ რისი თქმა მინდა, იცით, სპილოზრლის ფერი უკვე რომ მოტეხილი თეთრია და თბილია. მე უფრო მომწონს. აი მეც ეს ძალიან მომწონს თვითონ ეს ფერები, იმიტომ რომ გაზაფხულია და აი მწვანე, ხო სიმწვანე, გაზაფხული კიდე ყველაზე მეტად არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ნუ სიცოცხლესთან და შესაბამისად მწვანე ფერთანაც. ქალბატონო მაია, მაშინ დავიწყოთ ჩვენს ხო, სანამ თქვენ მოამზადებთ, ჩვენც აქეთ უსაგურად არ ვიქნებით, ასე რომ დავიწყოთ. მოგეთ ახლა აქ მოვიტანე, მე ნახევრად მზა, ზემოდან ეს შიგნით რო კეთდება ეს ფორმა, თავისი ძირიც უკეთება, ძირზე ეკვრება ტილო. ტილო გავუკეთებ. და ეს არის ბაწარი, ზემოდან ბაწარს ვახვევთ და всё დანარჩენი უკვე იწყება მთავარი. აჰა, ეს მთავარი, ესე იგი ხო. შიგთავსი ეს მოვიფიქრე, ეს ნახერხი. დიახ, ნახერხით გამოვტენით შიგთავს და მსუბუქია და ისეთია ნატურალური. მაშინ ჩვენ განვაგრძოთ, ახლა ჩვენ მოვამზადოთ თქვენთანაც მე გაგმოვა აუცილებლად. მეც აი ჩავიბით გოგო. აი რა კარგია, რა ყოჩახები ხართ, დაიცანდა ახლა ჩვენ. ჯობებთ ახლა. შენ შოკოლადის კვერცხები გაგვიკეთე გადაცემის წინა ნაწილში და ჩვენ ხისაზე გადავედით, აი ეს მარტივი დავალება მომცეს, რა თქმა უნდა, შედარებით. ოქროს ბრად დავფერეთ კვერცხის ნახევარი და მეორე მხარეს უკვე წითელი საღებავით ვფარავთ. საღებავი არ უნდა დამენანოს, როგორც მითხარით, მე ცოტას ვიღებდი ფრთხილად, რომ თავიდან მე გავთამამე. მე არ გამეფუჭებინა და უკვე თამამად ვიღებ შედარებით. მერითი შეიძლება რომ ჩავერთო აი. ხო, ეს არის ტურში. თავიდან ესე იგი ვხატავთ ფანქრით იმისთვის რომ იღებს ტურს თიხა. მართლა? ეხლა დავახატო რამე შეიძლება. ხო. ეხლა ნახეთ რა ესეც იგივე შემთხვევა, არც ერთი ფორმა კი არა და ორნამენტი არ მეორდება. ხო, სრულიად თავისუფალი ხარ. შეიძლება სულაც არ იყოს ორნამენტი და იყოს ყვავილი, მარტივია. ან რაღაცა მრგვალი ფორმები. კარგი, მაშინ მოდი აი ორი არის და დინო. ესეთია ცოტა მინიატიურია და ცოტა ხელში უნდა კარგად მოირგოთ. აბა, მაინც მარტივი არის, მაგრამ ესე იგი ავიღე. მოდი შენ წაიღე თუ გინდა და რა დავიწყო, რა დავაწერო, რა დავახატო. აი ნებისმიერი რა. ეს უზორებია, რასაც ეყენებთ თქვენ ნამუშევრებში. ხო, ეს ხო, აი რაღაც მოგინდება. აი, ცოტა რთული არის. პატარა კვერცხი რადგან არის ცოტა რთული არის. ხო, ცოტა რთულია ეს ხელში დაჭერა. ჩვენ ელენე დახატავს, ჩვენ დავასრულოთ კალათის მომზადება. ხო, ეხლა რა შეიძლება იცით, თუ გნებავთ, მე მაგალითად მომწონს ამის სახელურის გარეშე. ის როგორ? გავაკეთოთ სახელურის გარეშე. ანუ გავაკეთოთ სახელურის გარეშე. ამოვავსეთ კალათი. რა ქვია მას? ნახერხით და შემდეგ ალბათ შემდეგ ხო, ეს რაღაც გავს ყოველ შემთხვევაში თივის იმიტაცია, რაღაც დაპრესილი რაღაც გავს ყოველ შემთხვევაში თივას და ძალიან უხდება. ჩემი აზრით. ამასაც უნდა მიეცეს ფორმა. და რაც თავარია, სანამ ჩვენ ამას ამოვავსებთ, სულ დამავიწყდა. ეს უნდა მოერთოს კალათა მაქმანი. და ამის თავარი მაქმანი. ამის გარდა ჩვენ შეგვიძლია მრავალფეროვანი დეკორაციები გავაკეთოთ, ხო? ალბათ უფრო დიდი მოცულობისაც. და ხო შეგიძლიათ სხვა რამით მორთოთ, მაგრამ მე რაღაცა გონია რომ მაქმანი ჩემთვის ასოცირდება რაღაცა ბავშვობასთან, სითბოსთან, რაღაცა ისე დადებითთან და რაღაც იმიტომ ქმნის ჩემი აზრით რაღაცა სიმყუდროვას.
ხო და ხო შეგვიძლია მოვთოთ მანქანით. ძალიან მანქანით. ვაუ. ნებო თქვენ წადოთ და მე გავაკეთე. აი ამას დავამთავრებ. აი ესეც უხდება, მოუხდება. ძალიან უხდება. ეხლა ჩვენ სანამ მოვთავთ ჩვენს კალათას მაქმანით, გადავინაცვლოთ მაკოსთან და ვნახოთ თუ რას აკეთებენ. შედარებით რთულ ეტაპზე გადავედით, იმიტომ რომ მთლიანი კვერცხის შეღება, რა თქმა უნდა, უფრო მარტივია ვიდრე დეტალების და გადავედი ქათამზე უკვე. არაჩვეულებრივი ფერები ამირჩიეს გოგონებმა, ნუ წითელი და ოქროსფერი ძალიან უხდება ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქათამი იქნება თეთრი და გავუკეთებთ მერე წითელ კომპლექს ესე ვთქვათ, ხო და კვერცხებსაც დავფერავთ. ხო არ გავაფუჭე რამე თან მითხარით რა. გოგოებო, თვითონ ეს სიმბოლიკები და ეს ნახატები მოდის ზღაპრებიდან. ახლა თქვენი ბრენდის სახელია Fairy Deco, ხო? ალბათ რო Fairy ესეთი ისინი ტყის არსებები, ძუმოვეჭ ქართულად როგორც არის? ფერიები, ანგელოზები, ყველაფერი რაც აი მეუღება ხა ანგელოზ. პატარა ანგელოზები. აი ესე. მომცეს უფლება რაფერიც გინდა ირჩევა თავისუფლება. ყველაფერი ყველაფერი. ვიცი რა გადაული ერთმანეთში ბევრი ფერი და რაც საყვარელი გამოვიდა და ესეთი ლამაზი ანგელოზი. და კვერცხის ზომები არის ძირითადად ამ ზომებზე მუშაობთ თუ გაქვთ უფრო სხვადასხვა ზომა გქონდა სტანდარტული კვერცხის ქათმის წარმოდგენილი. ხო, დიდებით, აი მოზრდილების შედარებით. ხო, დიდიც ძალიან ლამაზია. ეფექტური არის. აი ეს ხო, აი ეს. მაგრამ სამუშაოდ უფრო რთული არის, ხო ალბათ? არა, სხვათა შორის. არა? დიდი გაჩნია თუ დიდია, გაჩნია კომპოზიციასთან რას ხატა. ხო, ბევრი პატარა ორნამენტია, ამ შემთხვევაში დიდიც რთული. უფრო რთულია კვერცხი და მაინც სიმგვალეა და რთულია ხალხი დაიჭერა და ყველა მხრიდან რომ მიუდგე და შეავსო ყველა თავისუფალი ადგილი. აბა გავალამაზეთ ცოტა. იმიტომ რომ წითელა და ქათამი გავაერთიანეთ. მაკო დამეთანხმები ხო რომ ძალიან სასიამოვნო პროცესი არის და რაღაცა კარგან წყობაზე გაყენებს, გამშვიდებს თითქოს და მე ციცი როგორ მომწყვიტა ყველაფერზე, მაგრამ და მე მინახავს ჟურნალებშიც და ევროპაშიც რომ აი რითხის ტოტებს დებენ ხოლმე ესეთ დიდ ქოთნებში ან ლარნაკებში და აი ესეთ კვერცხებს გაფორმებულ ზოგადად ეკო-დეკორაცია, ანუ აი ეს ხის ბურბუშელებს ეძახიან, მშრალი ხის ტოტები, ეს სიმწვანე, ფოთლები ასოცირდება გაზაფხულთანაც და აღდგომასთან ძალიან უხდება სუფრას. და ამ პროცესში, როდესაც თქვა იხატება ეს კვერცხები, ბავშვები რამდენად შეიძლება რომ ჩავრთოთ და შეუძლიათ რა ბავშვებმა მაქსიმალურად. ქონდა მასტერ-კლასი ჩავატარეთ, საკვირაო სკოლა არის რებუსი ბავშვებთან და ძალიან სახალისო იყო ჩვენთვის, ანუ პირველი იყო ესეთი ანუ ბავშვებთან მუშაობა და ძალიან ვისიამოვნებთ სხვა შეშ თვითონაც იმდენად კარგად შეასრულა ეს რომ ჩვენს ყვაყოფილები დავჭით და თვითონაც და რა თქმა უნდა შეიძლება ვისაც მithumetes ეხერხება და სიამოვნებთ ჩვენ შვილებს ვთავთ ამ ხო თავიდან როგორც თქვით ესე დაიწყო რა რაღაც ბავშვებს ჩართულები არიან ჩვენი შვილებიც ამ ამბავში არა მე მიხარია ახლა ამის კეთება წარმომადგენია ბავშვები როგორ გახარებულები და ხეულები იქნებიან ამ შეგიძლიათ გააკეთოთ Fairy Deco-s ესეთი box ხუთი სადაც იქნება კვერცხი ხის თქვა კონტური მოხატული და მოყვება თავის საღებავები და შეიძლება გაიყიდოს რომ თქვა ჩვენ ბავშვები გავითვალის Fairy Deco-s იმიტომ რომ არაჩვეულებრივია როცა სხვის მიერ მომზადებულა ესეთ ლამაზ კვერცხს შეიძლება მაგრამ შენი ხელით რო ხატავ კი უფრო შენც უფრო ჩართული ხარ და უფრო ის არის ანუ ეს რთული არის რომ პირდაპირ ხა მე რომ მოვცე ხის კვერცხი რომ დავხატო ესეთი რამ მაგრამ კონტური როცა უფრო მარტივია რომ ფანქაში მონახაზი იყოს დაწყებისთვის ბევრად უფრო მარტივი ხა ჩვენ მონახაზი მე შენ საღებავებით იმას ქნა ფანტასტიკური იდეა მიეცი. ესე იგი ჩვენ აქეთ დავბრუნდით ჩვენ კალათებთან მე მოვამზადეთ ჩემე პატარა კვერცხუკა და იცი რა არის იმდენად პატარა იყო ვერაფერი დიდი ვერ მოვიფიქრე და GDS-ი დავაწერე. აი ესე გამოდა პატარა დროშუკებით აი არ ვიცი თუ დაინახავს ჩვენი კამერა აბა მოაზრდა როგორ არა კარგი აი ხედავს ძალიან კარგი ხო და ის გავამზადე ამას ჩავყრეთ და ეხა მე მგონი ფინიშისაკენ მივდივართ ხო ბოლო შტრეხები დაგვრჩა. ხდება. აჰა, ეს მაქმანი. ეს თქვენ წებოთი? შუალი წებოთი. შუალი წებოთი კი. და აქ ხა ძირითადად თეთრი ფერი ჩავთეთ, ხო? თუ წითელ მაქმანს გავუწევთ. წითელს
ეხლა შეიძლება გავუკეთოთ შემდეგ წითელი ლენტი. აი აქ შეიძლება გავატაროთ და მეგონი მოხდება. მეც რა იდეა მომივიდა, შეიძლება ერთი წავით ის რომ გამიჭება ხელში. შემდგომ მე რო გადაივლის ჩვენი აღდგომა, ხო? მე შეიძლება ესე ამოვატრიალოთ. აქ პატარა ეს მოვხსნათ და ნატურა. გამოვიდეს. შეიძლება. ნატურის და გაიგე მაკო, რა ვთქვი? მე აქ თვალს ვუკეთებდი ქათამს. მე აღდგომა რომ ჩაივლის ამას გადმოვატრიალებ და ნატურას გავუკეთებ. და სანათი იქნება. აი ეს და სანათი იქნება ჩვენი. მაშინ ჩავყაროთ თუ არა? არა ხა ძირზე უკეთებ. ეხა ძირსაც გავუკეთოთ. მოდი მაშინ ნინო შენ ის დააბრძანე ჩვენი GDS-ის პატარა კვერცხუკა. ესეც ესე. წითელი კოპლები დამრჩა მე. ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში არათემატურიც რომ იყოს და საღდგომის გარეშეც მგონი ინტერიერს ისედაც მოუხდება და ნამდვილად გეთანხმებით დიდი წლის მანძილზე მთელი წლის მანძილზე მგონი აი აქ ხედავთ ორ ფერში გავთომ შესრულებული წითელი მაქმანით და რაღაცა კრემისფერი მაქმანით რაც ძალიან ლამაზია და ეს კურსი. ერთად კვერცხებს წითელ თეთრ ფერებში ხატავ. იცი და ვიფიქრე რომ ხო შეიძლება ჭრელიც, მაგრამ რა ვიფიქრე რომ რაღაცა ხდება ამ ფერებს. ხო, მგონი უკეთესია. ესე მეტად ჭრელი იყოს ძალიან აბა მაკო შენ რაღაც გამზადებული კა? აი კვერცხები და ჩამერტო. არა მე არ მომიტოვები და სულ მე არ გამიკეთები. აი წერტილებს რო ხედავს მოხურებელი. კოპლებს ნამდვილად ჩემი ნამუშევარი. მაგრამ ისეთი მოყოფილი ვარ, იმიტომ რომ მართლა მთავარია პროცესი და როგორი გამოგივათ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ გოგოების დახმარებით მე მგონი ლამაზი გამოვიდა ძალიან. კვერცხები დამრჩა მარტო რა ფერს ავარჩევთ კვერცხებისთვის? მოდი ფერადი გავაკეთოთ. ისე შეგვიძლია ან კოპლები. ანუ სხვადასხვა ფერის კვერცხები. შეიძლება. ძალიან კარგი. ნუ შენ ისეთ ეშხში ხარ. მე ცოტა გადავუხვიე და ჩემი ანგელოზი ყავს და ეს გავსავართ. მანახე არ მინდოდა ესე გამოს. მაინც ანგელოს გავს. შენ იცი რომ ანგელოზია. მაგრამ მაკოზან განსხვავებით მარტო ქენი. მართალი. ეს თებშებსაც აკეთებ და ეს ხის თებშები არის. ხის თებშებია, ესე დეკორატიული. რომელიც მოხატულია. მე მგონი ამასობაში ოღონ ძალიან მალე გავიდა ამ სასიამოვნო საქმეში დრო, ხო? და ჩვენ სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ. მე გულწრფელად ძალიან ვისიამოვნე გოგოება. რეკლამის დროს მოვასწრებ იმედია სამად სამი კვერცხი დამრჩა გასაფერებელი და პირობას გაძლევთ, რომ ამას მე თვითონ დახმარების გარეშე გავაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფერი იმისთვის, რაც გვასწავლეთ და იმისთვის, რომ ესეთი ლამაზი იყო ჩვენი სტუდია დღეს. კიდე შეიძლება მე გავუზიაროთ ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილებთან ერთად მოვემზადოთ წინა სააღდგომო პერიოდი, აი ესე გავიხალისოთ ოჯახის წევრებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს, წარმატებები, გილოცავთ წინასწარ აღდგომის მსყინავად დღესასწაულს და შევისვენოთ ჩვენ. შევისვენოთ. ო რეკლამის შემდგომ დავბრუნდებით ძალიან მალე, დაგველოდეთ.